პოლიციის ახალი შენობა დედაქალაქში მინისა და ლითონის კონსტრუქციის ნაგებობა დღეს ისანის სამგორის რაიონში გაიხსნა. პოლიციის ეს განყოფილება ორთაჭალისა და კრწანისის მცხოვრებლებს მოემსახურება. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ოფისში 31 სამართალდამცველი იმუშავებს. ახალი განყოფილება დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა და თბილისის მერმა გახსნეს. ის რომ თბილისის უბნები დღეს უსაფრთხოა, ის რომ ადამიანს ბავშვის გაშვება ვის აღარ ეშენია, ის რომ ლიფტში უკან აღარ იყურება ადამიანი, რომ ვიღაც არ შემოყვეს და რაღაც არ წაართვას, ის რომ ყველა უბანში ჩაბუდებული კანონიერი ქურდები აღარ არჩევენ საქმეს, ეს ყველაფერი ერთად არის სწორედ აი ამ ადამიანების დამსახურება, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ეს მთლიანად სახელმწიფოს მონაპოვარია უკვლებლივ ყველა ადამიანის და ამას ყველაფერს ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და ეს ყველაფერი უკან აღარ უნდა დაბრუნდეს. მე მინდა უპირველეს ყოვლისა ჩვენ სამინისტროს თანამშრომლებს მიულოცო ეს ახალი შენობა და ამავდროულად მთელი უბნის მოსახლეობას, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი და საინტერესო ნაგებობა შეემატა ამ უბანს.